მინდა გამოვეხმაურო არსებულ სიტუაციას, საქართველოში არსებულ სიტუაციას და ლაივი ჩავწერო ჭიათურელი მეშახტეების პრობლემებზე. მაგრამ მანამდე ორი სიტყვით, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა და არ დაშვება იმისი, რომ ლევან მაშალუძე რუსეთს გადააცენ, ჩემთვის ყველა პატიმარი მეწოდება, ყველა ადამიანის ციხისთვის არ მემეტება და მით უმეტეს რუსეთის ციხისთვის. სრული სოლიდარობა და ძალიან ცუდია, როდესაც ხელისუფლება ადამიანებს ასვავებს პოლიტიკური აზროვნებით, არა და მისი მოვალეობა ყველა მოქალაქის უფლება დაიცვას ნებისმიერ მსოფლიოს, ნებისმიერ წერტილში. ესაა სახელმწიფოს მოვალეობა. და ცუდია რომ ამას გრძნობ რომ ისინი ამას თავის თავზე არ იღებენ და რა თქმა უნდა აი არ ვიცი რა დიდი სოლიდარობა კი არა ხელებს უკოცნი ქალბატონ ნანუკა ჟოჟოლიანს უსურვებ გამძლეობას და უსურვებ ბოლომდე ბრძოლას და მჯერა მე ამისი რომ ის იბრძოლებს ბოლომდე ახლა მინდა გადავიდე ჭიათურაზე მე მინდა გითხრათ მე ამას ვწერ თქვენთვის ახლა ამ წუთას ვინც გაფიცული ხართ ჭიათურაში ალბათ ბევრი მაინც ყოველ შემთხვევაში თქვენ შორის დავემოწმება რომ არ ყოფილა აქცია ჭიათურაში სადაც მე არ ამოსვარ სადაც არ გამომიხატავს თქვენ და მის სოლიდარობა სადაც არ ყოფილვარ თქვენ გვერდში კვირა გრძელდებოდა მთელი კვირის განმავლობაში ამოვდიოდი ქუთაისიდან ჩავდიოდი ამოვდიოდი და კიდეკით გვერდში მე ამას ვაკეთებდი არა მარტო ჭიათურისთვის, ტყიბულისთვისაც, ზესტაფონისაც და თუ სადმე ვინმე გაიფიცებოდა. მაგრამ მთავარი არის ერთი რამ და მე პრობლემები თუ რა გაწუხებთ, ძალიან კარგად ვიცი, რა გიხარიათ, რა გაწუხებს, ნამდვილად კარგად ვიცი. იმდენი კონტაქტები მქონია თქვენთან და ვიცი ის წარსული თუ როგორ მოგატყულენ და რამდენი გაფიცვა ქონდათ, რამდენი ბრძოლა ქონდათ, მაგრამ ბოლოს როგორ გატყულებდა ხელისუფლება და ისევე გტოვებდათ იმ პირობებში. ზუსტად ახლაც ასე იქნება. არ შეიძლება ამ ხელისუფლების დობა ადამიანი ერთხელ რომ მოგატყულებს, მეორეჯერ არ უნდა მოატყულებინო თავი. ამიტომ გირჩევთ რომ ბრძოლა უკვე მიმართოთ ხელისუფლების წინააღმდეგ, რათა უფრო მეტი გამორჩეთ, ვიდრე ამ წუთას გამორჩებით. ეს თქვენ მოგმართავთ, ბრძოლა მიმართეთ ხელისუფლების წინააღმდეგ. თუ გინდა რამეს გამორჩეთ და თუ გინდა რამე ხეირი ნახოთ. მე ქეთს ვიხნით თქვენ წინაშე, თქვენ ხართ ნამდვილი გმირები, იბრძვით თქვენი ქალაქისა, არტოებთ თქვენ ქალაქს და გინდათ რომ ამ ქალაქში იცხოვროთ ლამაზად და ბედნიერად. თქვენ ხართ გმირები, მაგრამ მიმართეთ სწორად, მიმართულება მოგატყულებთ, გადაგაგდებთ კიდე. ახლა მინდა ოპოზიციას მიმართო და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ის რომ თქვათ იქ ოპოზიციას არ იკარებს ხელისუფლება, თქვათ მომიტინგებ, ეს გაძლევთ უფლებას, არ გამოთქვა თქვენი აზრი, არ ისაუბროთ პრობლემის გადაწყვეტაზე. არ დაანახოთ, გამოდით, დაწერეთ რაღაც ერთად ოთხივემ და პრეზიდენტმა და მიაწოდეთ იმ ადამიანებს, რომ ჩვენ ასე გადავწყვიტავთ, როცა მოვალთ ხელისუფლებაში თქვენ პრობლემებს. გაიჩინეთ იქ ადამიანები, ვისაც დაილაპარაკებით. ამ ჭიათურაში ხო ყავთ, კაცო მომხრეები. 20% მაინც ხო იგეთ, არ ვიცი ახლა რამდენი იგეთ, მაგრამ 7% ჩადით და ელაპარაკეთ. 20% ოპოზიცია ჩადით და ელაპარაკეთ. მე არ მესმის ოპოზიცია იძახოდეს ხელისუფლების ჩამოგდება მინდაოდა რაღაც კერად ჩდებოდეს რომლის გამოყენება შეიძლება ხელისუფლების წინააღმდეგ და ამას არ იყენებდე თვლი რო არის დანაშაული ქართველიერის წინაშე თვლი რო დანაშაულია ჭიათურების წინაშე რომ არ უდგახართ ბოლომდე კეთილი იმნება და დაუდაკით და ახლა მინდა ახალგაზრდობას მიმართო. თქვენ არ ყოფილიყავით, ეს აქციები არ ყოფილიყავით. ეს პოლიტიკოსები შევიდოდნენ პარლამენტში. ამაში უკვე ხმათა ვარ დაწუნებული მათ რო უყურებ. ამიტომ ისევე თქვენ უნდა იყოთ ის ძალა, რომელიც აიძულებთ პოლიტიკოსებს
აიძულებთ არსებულ უიმ 4 პარტიას და სხვა პარტიებს დაჯდნენ ერთად, დაილაპარაკონ, გადადონ ყველაფერი წყენა და ეს ჩხუბი, კამათი გვერდზე, ყველასა გვაქვს მიქარული და ერთმანეთის მიქარულების წამოძახებას თავი დავანებთ. არც ერთი არა ვართ ქართულ პოლიტიკაში ანგელოსი. არც ერთი და დავანებოთ ახლა წამოძახებებს თავი, თუ გვინდა ქვეყანა გადაჭით, თუ არა. პირველ რიგში თქვენ მე გეტყნებათ პატრონი